მოგესალმებით, ძვირფასო არხის წევრებო, პოზიტიური დადებითი ენერგიებით და ვისურვებთ ვიდეო წერება საღამოს საათებში, მშვიდობიან საღამოს. მოგიკითხავთ ყველას ძვირფასო ქალბატონებო და რა თქმა უნდა, გაშლას დავიწყებთ მადლიერების ემოციებით, ენერგიებით თითოეულ თქვენთაგანს. თბილი ემოციების დაფიქსირებისთვის, როგორც პირდაპირ ჩართვების დროს, ასევე კომენტარების ველში დატოვებული თქვენი დადებითი შეფასებების კომენტარების სიყვარულის გამომხატველი სმაილების ემოციებისთვის მინდა რომ დაგიბრუნოთ იგივე ემოცია, ენერგია და მადლიერება გამოვხატო ამ ყველაფრის თვის. იმიტომ რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ადამიანებს უჭირთ სიყვარულის და სითბოს გამოხატულება და ძალიან მიხარია, რომ აი ამ სივრცეში ჩვენთან არიან ძალიან ბევრი ასეთი როგორც თქვა ადამიანები, რომელთა სულშიც არის ის სიყვარულის ემოცია, ენერგია, ხო? იმიტომ რომ თუ არ გვაქვს შიგნიდან ეს ემოცია, რასაც გამოვხატავ, გარეთ ვერ გამოვხატავ, ამ შემთხვევაში გულისხმობ სითბოს, სიყვარულის გამომხატველი ემოციებს, ხო? ძირითადად ისეთ დროში ვცხოვრობ, რომ ადამიანები გამოვხატავენ აგრესიას და ნეგატივს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან დასაფასებელი დღევანდელ დროში. ამ ყველაფრისთვის მინდა რომ გადაგიხადოთ მადლობა იმისთვის, რომ თქვენში არის სიყვარული, თქვენში არის ეს ემოცია და ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა კი გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. ეხლა რა ენერგიებშია შენი სული? ვისაც პირველად შეხვდა ეს ვიდეო და ამ დრომდე გაჩერდა, მოგესალმებით, შემოკარგებო, მოგესალმებით. დიდი სიყვარული კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შენი სულიერი სივრცის არხზე და მოკლედ გაგაცნობთ ჩვენი არხის მსვლელობის მიზანს. შენი სულიერი სივრცის არხი შექმნილია სულის ევოლუციის მიმართულებით, კაროს ინსტრუმენტის დახმარებით ადამიანებისთვის. ჩვენ აქ არ ვმკითხავთ, ჩვენ აქ ეხმარებით ადამიანებს თავის არსებულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნაში ამ საოცარი ინსტრუმენტის კაროს მეშვეობით. ეს როგორ ხდება შემოკარგებო და თქვენ ახლა ეს გჯერათ თუ არ გჯერათ, არსებობს სამყაროში ენერგოვიბრაციები და ყველაფერი არის ენერგია, ვიბრაცია და ვიბრირებს, ყველა ენერგია ვიბრირებს. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ მისტიურ ინსტრუმენტს ვიღებთ ხელში, ეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ, აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როგორც მართლა მკვლელმა შეიძლება დანა გამოიყენოს ადამიანის მოსაკლავად და ცუდი მიზნისთვის, მაგრამ კონდიტერმა გამოიყენოს დანა საოცარი ტკბილეულის მოსამზადებლად და ადამიანებს ასიამოვნოს, დაეხმაროს, გამოყვებოს და ასე შემდეგ, ხო? ზუსტად ასე მუშაობს კაროს ინსტრუმენტი, ვის ხელში მოხდება, იმ მიმართულებას იღებს და ზოგადად კაროს ინსტრუმენტი დასტები შექმნილია ადამიანების სულის განვითარების გზაზე მიმდინარე ენერგიებზე. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ვიგებთ რა ენერგიაში ახლა ადამიანი, თავისთავად თვისი ენერგიები და ამის მიხედვით ვკითხულობ რა ენერგიაშია ადამიანი და რომელ ენერგიაში უნდა გადავიდეს, რა უნდა გააკეთოს, რა დაეხმარება იმისთვის, რომ ამ ენერგიაში მყოფი გადავიდეს მომდევნო დადებით ენერგიაში. ასევე რის გამოა იმ ენერგიაში, რაშიც არის, რაშია გაჭედილი და ასე შემდეგ.
ზუსტად ამ მიმართულებით კითხულობთ ტაროს და მკითხავები ტაროს კითხულობენ ნახატების მიხედვით და არა ენერგიების მიხედვით და ნახატებიდან გამომდინარე ამბობენ, რომ აი ამ ენერგიაში ადამიანი. რა თქმა უნდა, ნახატებიც გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს არის უბრალოდ არქეტიპები რა. სხვა შემთხვევაში აი ამ არხზე მიმდინარეობს, ახლა ვინც აქ კომენტარები არ დაწეროთ, ეგრევე დაიბლოკებით, მე არავისთან პოლემიკაში და გარჩევებში არ შევდივარ, ვისაც ედიდება ვიდეო, ვისთვისაც ბევრია საუბარი და გაშლა აინტერესებს, ან გადაახვიეთ, ან ძალიან ბევრია მილიონტრის და ტაროლოგია, გადადით სხვა გვერდზე და უყურეთ ორწამიანი ვიდეოები, რომ აქ გვაქვს დიდი გაშლები და აქ არა მხოლოდ ტაროშლით, არამედ და ტაროს შლით სიღრმისეულად ასევე ვსაუბრობთ. ხო, აქ შენისულიერი სივრცის არხზე ტაროს ინსტრუმენტი ჩვენ არ ვკითხავთ კიდევ, ვამბობთ ვკითხულობთ ტაროს და იკითხება ნუმეროლოგიური ნიშნულობებით, ასე ვთქვათ, აი იმ ენერგიებს ვკითხულობთ ნუმეროლოგიურად და ასევე, რა თქმა უნდა, ორაკულებში ნახატების პლუს მეშვეობითაც. მაგრამ ძირითადი აქცენტი შენისულიერი სივრცის არხზე ტაროს ინსტრუმენტზე კეთდება ნუმეროლოგიაზე. ოღონდ ორაკულზე ნაკლებად კეთდება რიცხვებზე, უფრო კლასიკაზე კეთდება აქცენტი რიცხვებზე. კარგით, ნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფება ახლა ადამიანის სული, ვისთვისაც აქვს სამყაროს ინფორმაცია მისი სულის მდგომარეობაზე. თუ რა არის გამოსავალი. რა ენერგიაში იმყოფება ადამიანები, ვინც ახლა და ამ წუთას გახსნეს ეს ვიდეო, არიან ამ დრომდე, ვისაც პირველად შეხვდა ეს ვიდეო და ვისთვისაც აქვს სამყაროს ინფორმაცია ჩემი მნიშვნელობით გასატარებელი. რა ენერგიებში ადამიანი ახლა. ადამიანი ძალიან დაიღალა და ელოდება შანსს. სხვათა შორის, როგორი რაღაცა, იცი, თქვენ ჩემო კარგო ადამიანებო, თითქოს აი როგორი რაღაცა, იცი, ძალიან ბევრი შეიძლება იშრომეთ, ან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გამოიარეთ თქვენი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე. ენერგია როგორც ასეთი გაქვთ დაღლილი. მაგრამ უფრო სწორად როგორი რაღაცა, იცი, გეტყვით ახლა ერთი წამით შევიდე აკანებში. როგორი რაღაცაა, იცი? თქვენ რაც გამოიარეთ და რამაც ძალიან დაგღალათ, ხო? აი რის საფუძველზეც მოგიწიათ შეჩერებულიყავით და დაფიქრებულიყავით. აი მაგ პროცესში იყავით ძალიან გადაქანცული და ფიქრის თავიც კი არ გქონდათ. და ფიქრობდით კიდეც, რომ აი აღარც ღირს რაღაცა შანსის მიცემა და აზრიც აღარ აქვს. ამავდროულად როგორი რაღაცა, იცი? აი ამ დაღლისგან და ამ ფიქრებისგან, ამ წარსულზე ფიქრებისგან, წინააღმდეგობაზე ფიქრებისგან, ამ დაუღალავი მოძრაობა ეხლა გადატანითი მნიშვნელობით, ხო? შეიძლება არა პირდაპირ მნიშვნელობითაც, თქვენ იმედენად გადაიღალეთ, რომ თითქოს რაღაცა ცხოვრებისეული აზრიც კი დაკარგეთ და რაღაცა პერიოდი საერთოდ აღარაფერი აღარ გინდოდათ. მაგრამ აი ეხლა ხართ მდგომარეობაში, რომ აი ამ წარსული, რაც აღწერე მდგომარეობიდან განთავისუფლდით, იცით, აქ მოხდა გაცნობიერება ყველაფერი და აი რასაც აღნიშნე და ჩამოვთვალე, იმ ყველაფრისგან განთავისუფლებული ხართ, ამ წარსულიდან განთავისუფლებული ხართ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ელოდებით აქ შანსს თქვენი ამ განთავისუფლებული მდგომარეობის ფონზე და არა ისე
სამყაროსგან ელოდებით შანსს, რომ დაუშვათ, აი, სხვანაირად იქნება ჩემი ცხოვრება. არა ისე, როგორც ადრე იყო და დაუშვათ, შეიძლება თქვენც აძლევდით მდგომარეობებს, ახლა ენერგიას ვამბობ, მდგომარეობებს, სიტუაციებს, შანსს, არამედ აი, ეხლა როგორც ვარ, აი, ამ მდგომარეობით მივცემ შანსს, ამ გაცნობიერებით, ამ გამოსვლით, გასუფთავებით და ეს ეხება წარსულსაც. წარსულში მიიხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, მიცემთ რაღაცა წარსულ სიტუაციას შანსს, თუ ისე აღარ იქნება, როგორც იყო მანამდე თქვენი მიწიერი მდგომარეობა, მოდი ასე ვთქვათ. თუ იცანით თქვენი თავი, დარჩით გაშლაზე. სიგნიფიკაციაში კიდე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ სხვათა შორის როგორ ახართ იცით? ახალ შანსსაც ელოდებით რაღაცა სამყაროსგან, ახალ შანსსაც ელოდებით, თუმცა ელოდებით წარსულიდანაც მიუხედავად იმისა, რომ უფრო პროცენტულობით ახალ შანსს ელოდებით სამყაროდან, რომ თქვენ აი თქვენ განახლებულ მდგომარეობაში, განთავისუფლებულ მდგომარეობაში, თითქოს წარსულიდან განთავისუფლეთ, აი ამ წარსული მდგომარეობიდან გაინთავისუფლეთ თავი, თქვენი თავზე მუშაობით, აბა აქ ჩვენ არხზე სხვანაირი ადამიანები არ იქნებიან. და ამ დრომდე მით უმეტეს არ იქნებიან ამ ვიდეოზე. ვიდეოს როცა გახსნით, მაშინ არის აქტუალური თემა. და წარსულიდან გამონთავისუფლდით და ელოდებით უფრო ახალ შანსს. ღმერთისგან, სამყაროდან, მიწიერ დონეზე. კი, წარსულიდან განთავისუფლდით, აი მდგომარეობიდან, როგორც ცხოვრობდით, როგორც იყავით, რამხელა სიგნიფიკაციას ვაკეთებთ, ნახე. მაგრამ წარსულსაც მიცემთ შანსს, ოღონდ აი ამ განთავისუფლებული მდგომარეობით, არა ისე, როგორც იყო. ნახოთ მაღალ ძალებს, უმაღლეს ძალებს. რისი თქმა სურს თქვენს თავზე, თქვენს სულზე. რა უნდა იცოდეთ თქვენს სულზე და თქვენს თავზე. რატომ გვაქვს ძირითადად აქცენტი საკუთარ თავებზე, ხო? იმიტომ, ჩემო ხალბატონებო, მეგობრებო, როდესაც ჩვენს თავზე გვაქვს ინფორმაცია, თქვენ ძალიან ბევრმა იცით რა გქვიათ, ვინ ხართ, მაგრამ რეალურად არ იცნობთ თქვენს თავს. უბრალოდ იცით მიწიერ დონეზე სახელი, გვარი, დაბადების წელი და იცით ვისი შვილი ხართ. რეალურად თქვენში, თქვენი მე, თქვენი სული ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შეცნობილი და აი ზუსტად აი ამ პროცესში მიმდინარეობს ის გარდამტეხი მდგომარეობები და სიტუაციები, რაც ქმნის მიწიერ დონეზე კრიზისულ მდგომარეობას ჩვენ სულში და სწორედ ამიტომ ძირითადად ჩვენს არხზე მიმდინარეობს საკუთარი თავის შეცნობაზე ეს მარტო გაშლები არ არის, კონსულტაციები, თუნდაც საჯარო ფორმატში, იმიტომ რომ ჩვენს თავს როდესაც შევიცნობ და გავიგებთ ვინ ვართ გარდა იმისა, გარედან რა ვიცით, შიგნიდან ჩვენი სული ვინ არის, რა ჭირდება და რისთვის აქ ეს კონფლიქტები და მიწიერ დონეზე მტკივნეული მდგომარეობები, როგორც კი შიგნიდან გვარდება ეს სიტუაცია, ავტომატურად ეს ხდება სასწauლებრივად გარედან გარშემო სიტუაციები იცვლება რადიკალურად, კარგად და მშვიდდება მდგომარეობები. აი ამიტომ არის აქცენტი ყოველთვის გაკეთებული საკუთარი სულის შეცნობაზე. თავის შეცნობა შეიძლება მიწიერ დონეზე, ცნობიერის დონეზე ადამიანმა შეიცნოს თავი, წაიკითხოს წიგნები, მიიღოს განათლება, მაგრამ სული სხვა თემა. აი აქამდე ძალიან ცოტა ადამიანი ჩადის. ნახოთ უმაღლეს ძალებს, რისი თქმა სურს თქვენ სულზე, ამ ეტაპზე. რისი თქმა სურს მაღალ ძალებს თქვენ სულზე, ამ ეტაპზე. გამარჯობათ, აი იეროფანტის არკანიც მოვიდა. ეს
შემთხვევით არ მოვიდა ეს კითხვა მაღალძალებთან, როდესაც გაშლა დავაანონსე TikTok არხზე. შენი წარსული ნამოქმედარი ცხოვრებიდან გამომდინარე. რისი თქმა სურს უმაღლეს ძალებს შენ სულზე. თითქოს გამოსული ხარ წარსულიდან, თუმცა შენ იმის თქმა სურს მაღალ ძალებს შენ სულზე, რომ შენ გიგვირს, რომ წინსვლა რატომ არ გაქვს, რადგან თითქოს გადმოლახე ის წარსული მდგომარეობა, მაგრამ შენ ქმედებით კი გადმოლახეს, აი როგორ გითხრა, შეიძლება ნაბიჯი გადმოდგი წარსულიდან წინ აწმყოში, ახლა სადაც ხარ, მაგრამ შენ იმიტომ ვერ გაგწინსვლა მომავალში, რომ შენ მაინც წარსულში იყურები და წარსულიდან გამომდინარე გაქვს ის ასე ვთქვათ, აი როგორი რაღაცა იცი, მომავალში ვერ მიდიხარ, იმიტომ და აი პატარა რესურსი გაქვს მომავალში წასასვლელად, იმიტომ რომ წარსული მდგომარეობა, რაც გადმოლახე და ახლა აქამდე მოხვედი, ეს დამუშავებული არ აქვს შენს მენტალს, ცნობიერებას, იმიტომ რომ ისევ უკან იყურები, გამიგე? შენ კი გამოხვედი წარსულიდან, მაგრამ შენ თლად, ანუ როგორ თქვა, ბალანსი არ გაქვს დაცული, გამოდიხარ წარსულიდან, ვცდილობ გამოხვიდე, გინდა რომ გადახვიდე მომავალში, მაგრამ ნახე როგორი სიტუაციაა, აქ შენ განიცდიდი უსამართლობას და სამართლიანობას ეძებ ახლა ამ მომავალში, სადაც მიდიხარ, შენი არჩევანი რაც გააკეთე და მიდიხარ მომავალში, გადადგი ნაბიჯი, თუმცა მაინც ამ ნაბიჯის აქეთ ფიქრობ შენ, რომ რა მელოდება იქ მომავალში, გამიგე? ანუ შენ დარწმუნებული არ ხარ, სწორად მოიქეცი თუ არა. ეს რაც ქმედება შეეხება. ეხლა რა სწავლობს შენი სული ახლა, ნახე როგორი სიტუაცია არის. შენ ჩემო ძვირფასო ადამიანო, წარსულში გაქვს სრულიად აი დიდი ტკივილი, გამოვლილი, ემოციები დაცლილი და შენი სული სწავლობს ეხლა, შენი მენტალი ცდილობს აი ამ გაშავთეთრებულ მდგომარეობაში მთლიანად და აი სევდიანი, გულჩაწყვეტილი, დასუსტებული, ემოციისგან დაცლილი მდგომარეობაში ყოფი, რომელსაც აი წარსულიდან მორჩა ის ცარიელი ემოციები, რომელიც სამომავლოდ დაქცეული აქვს და თითქოს როგორ ხარ იცი, რა უნდა იცოდეს შენ სულზე, შენი წარსული ემოციური მდგომარეობით მომავალში ვერ გადახვალ. აი მტკივილით, რაც მაგასთან გაკავშირებს. გამიგე? იმიტომ რომ შენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ხარ, შენ კი გინდა აი ღმერთს რომ მე მზად ვარ მომავალში გადავიდე, მაგრამ შენ ისევ წარსულ ემოციებში ხარ დარჩენილი. ქმედება გააკეთე, მაგრამ ემოცია უდიდესი ტკივილის და უსამართლობის შეგრძნება გაქვს წარსულთან დაკავშირებით და აქ გეუბნებია, რომ შენ ჯერ მზად არ ხარ იმისთვის, რომ მომავალში მიიღო ის რაც თავში გაქვს, ის სითბო, ის სინათლე, ის სიყვარული, რაც თავში გაქვს. შენ ახლა, შენი სული მზადდება, სწავლობს, ახლა სწავლის პროცესს გადის სულიერ დონეზე, რომ მომავალში მიიღოს ის, რასაც ახლა ფიქრობ, მაგრამ შენ უნდა იცოდეს შენ სულზე ის, რომ შენი სული ახლა სწავლების პროცესს გადის ამ წარსული ტკივილებით, გამიგე? მაგრამ შენ აქ გეუბნებიან იმას, რომ ეს ტკივილები იყო შენი სულის გაკვეთილები და მომავალში შენ ახლა ნახე როგორი სიტუაცია, მომავალში კიდევ გელოდება, ნახე, კიდევ გელოდება მომავალში შენ, აი
ისეთი სიტუაცია, როდესაც აი შეიძლება მართლა შემოგეპაროს რაღაცა ადამიანები, მდგომარეობების სიტუაციები, რომლებიც მოგიწყობენ გამოცდას. ამიტომ აი ეხლა ხარ შენ იმ მდგომარეობაში, შენ კი იწევ აქ ხელს, რომ იცი რა, მე ვიცი, მზად ვარ და გინდა რომ აი ღმერთ შეიძლება ეუბნები, მე ესე მткиო და მე ისე მткиო და მაგრამ ღმერთი გეუბნება, რომ ეს არის შენი სულის სასწავლებელი მდგომარეობა. და შენ მომავალში კიდევ გელოდება გაკვეთილი და შენ ჯერ ვფიქრობთ, რომ მზად არ ხარ. კარგი. მაშინ ეხლა რას გვეუბნებით უმაღლესო ძალებო? აქ ამ ადამიანმა რა უნდა ისწავლოს? თქვენ გვეუბნებით, რომ არა აქვს ამ ადამიანს ჯერ ნასწავლი, ეხლა გადის სწავლების პროცესებს, მაგრამ მხოლოდ ტკივილით უყურებს ამ ყველაფერს და ამით არის სწავლება. რას გვეუბნებით ეხლა თქვენ, აი ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის უნდა ისწავლოს თუ მზად არის? როგორი რაღაცა, იცი, აქ რას გვეუბნებიან, იცით, რომ შენ სწავლობ ამ ყველაფრით რა მდგომარეობაშიც ხარ და გამზადებთ იმისთვის, რომ შენი ცხოვრება დაიწყო შენ თვითონ ახალი ეტაპით. გამიგე, ოღონდ გასუფთავებულმა უნდა დაიწყო. და აი აქ არის ზუსტად ეს მდგომარეობა, ნახე, შენ ჯერ მზად არ ხარ, იმიტომ რომ შენ ხარ ეხლა ხელფეხშეკრული და ხარ სტაგნაციაში, იმიტომ რომ შენში უნდა მოხდეს აქ გაცნობიერება. შენ სულის დონეზე კი თითქოს კარმულად დაამუშავე ის ყველაფერი იმ ტკივილით უნდა დაგემუშავებინა ის ყველაფერი იდეაში, რაც უნდა დაგემუშავებინა, მაგრამ შენ მხოლოდ ტკივილში ხარ. აი ეხლა გეუბნებიან უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი გააცნობიერე, აი ეს სულიერი, რაც დაიღალა სული, გამიგე, რაც გაიარა, ეს ყველაფერი თავში სიბრაზეთ და სევდად კი არ ჩაიდო, არამედ გააცნობიერე ამ ყველაფერმა რა გასწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ აიწიე ხელი, რომ შენ მზად ხარ ახალი ეტაპისთვის. აი ეს უნდა იცოდეს შენს თავზე. შენ უნდა გააცნობიერო და რა უნდა გააცნობიეროს ამ ადამიანმა? რა უნდა გააცნობიერო, იცი, ჩემო ძვირფასო, შენ თუ ცოლიან, ეხლა მიწიერად გადმოვედით, შენ თუ ცოლიან მამაკაცთან გაქვს ურთიერთობა, ეხლა ორი ვერსია მოდის, შენ თუ ცოლიან მამაკაცთან გაქვს ურთიერთობა, შენ უნდა გააცნობიერო, რომ ეს არის არასწორი გზა, თქვენი ურთიერთობა არის არასწორი. და აქედან უნდა გამოხვიდე და აირჩიოს სწორი გზა. ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ამ ადამიანის გადაწყვეტილება თქვენი ურთიერთობიდან გასვლის იყო შენთვის, რომ გასუფთავებულიყავი და განწმენდილიყავი. აი ეს უნდა გააცნობიერე, რომ ეს იყო კანონმდებლობით, სულის კანონმდებლობის მიხედვით არასწორი და შენ ამ ადამიანისგან უნდა გამოხვიდე, რადგან სულის დონეზე აქ თქვენი გაკვეთილები დამთავრდა, მაგრამ შენ ჩარჩენილი ხარ აქ და ვერ გამოდიხარ. აი ეს უნდა გააცნობიერო, იმიტომ რომ შენ მაინც დგახარ და ელოდები იმ, ასე ვთქვათ, ნაყოფის მიღებას, რომელსაც თავი იმ ხის გაზრდას, რომ სრულფასოვნად, რომელსაც, ასე ვთქვათ, თავარი შუაშია გადაჭრილი, გამიგეთ? გახარ და ელოდები, არაერთხელ გადაჭრეს ეს ხე და უკვე ლამის ძირამბია დასული, იმიტომ არ გაიზრდება ეს ხე სრულფასოვანი, რომ ეს არის არასწორი. მაგრამ შენ ეთყობა თავიდან ეს იყო ერთგვარი გაკვეთილი შენი, გამიგე, სულის დონეზე და აი მწარსული ფიქრებით და ასე შემდეგ ფიქრობ, რომ იქნებ რაღაცა იყოს, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ ეს იყო შენი გაკვეთილი.
გამიგე ჩემო ძვირფასო, ეს ადამიანი, ამ ადამიანის გადაწყვეტილება, რაც იყო, შეიძლება ძალიან თბილად გავიდა ურთიერთობიდან, ეს იყო თქვენი სულებისთვის კონტრაქტული, სულებს აქვს თავისი კონტრაქტები, რომოდიან აქ განსხეულებაში. ეს სულის დონეზე კონტრაქტი დამთავრებულია. ეს ადამიანი გავიდა, მაგრამ შენ არ გადიხარ, შენ უნდა გაცნობიეროს, რომ გადი და ამ სწორ გზაზე წადი, გახსენი შენი ცოდნა, გახსენი და ავტომატურად ემოციებიც დამშვიდდება. ის აქეთ-იქით თქვენ ცალ-ცალკე რომ გინდათ აი ეს გაერთიანება, ეს არასწორი გზა, ეს არის ეს არის ცდუნება, გამიგე? და აქ იმასაც გეუბნებიან, რომ შენს ცხოვრებაში ასეთი სიტუაცია აღარ უნდა დაუშვა. რა ვქნათ, ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, რა უნდა იცოდე შენ სულზე? ამ მდგომარეობით, რაშიც ახლა ხარ, შენი სული გამოჯამრთელდა იმ ციკლური მდგომარეობის ფონზე, რაშიც იყავი და იმ ნგრევის ფონზე, რომელიც მოხდა, რომელიც დიდი ხანია უნდა დანგრეულიყო, ასე ვთქვათ, შინაგან, აი, როგორ თქვა, იცი, საფუძველი რაც დარჩა, ეს საფუძველი არის, კარკასი არის ის მდგომარეობა, რომ აი, შენ ისწავლე. ეს ნასწავლი არის საფუძველი და დანარჩენი შიგნით უკვე აი როგორი რაღაცაა იცი შიგნით უკვე რაც ხდება ეს ტკივილები და ესენი უნდა დაინგრეს და მაგას ამბობენ რომ შენი გამოჯამრთელება ხდება აქ და დაუშვა თუ იყო შერიგება ჩხუბი კონფლიქტი და ასე შემდეგ ასე ვთქვათ ტრიალები და წრეში ეს ყველაფერი ეს იყო იმისთვის, რომ შენ ეს გაკვეთილი გესწავლა და ეხლა უნდა იცოდე შენ სულზე ის, რომ შენი სული ამ მდგომარეობით გამოჯამრთელების პროცესზე არის და აქვე გვაჩვენეს, რომ შენთვის იწყება ახალი ცხოვრება, ეტაპი, გასუფთავებული მიდიხარ და აქ ვარსკვლავი არის გაწმენდა კიდეც, გასუფთავებულს გეწყება ახალი ცხოვრება და ახალი ეტაპი, სხვათა შორის ადამიანთან ერთად და უბრალოდ ჯერ ამისთვის გამზადებენ მენტალურ ცნობიერ დონეზე მაღალი ძალები. ვფიქრობ, რომ იყო საუკეთესო გაშლა მაღალ ძალებს. მადლობა ტაროს ინსტრუმენტს და მადლობა ჩვენს აუდიტორიას, როგორც TikTok პლატფორმაზე, ასევე YouTube სივრცეში. ჩემო ძვირფასო ადამიანებო. გისურვებთ სულიერ სიძლიერეს, სისუფთავეს და ცნობიერის ტრანსმუტაციას. ბედნიერად მომავალ შეხვედრამდე.